Გაცემა უნდა გავაგრძელოს სწორედ აი ამ ტრავლეს ერთ-ერთი სუბიექტით, ფიგურით, რომლის მიმართაც მომართულია მთელი სახელმწიფო მანქანა, არქიმანდრიტი დოროთე ბეთლემის ტაძრის წინამძღოლ დაბრძანდით. ამბავო. მამა დოროთე ჩვენ სტუდიას ხშირად სტუმრობს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თავიდან ძირითადად სწორედ ამ სტუდიიდან გავაცანეთ ის ფართო საზოგადოებას. სამრევლო საეკლესიო დასისთვის თქვენ დიდი ხანია ცნობილი ხართ, მნიშვნელოვანი არის ის, რომ ასე ვთქვათ, ლიტურგიულ საეკლესიო საქმიანობასთან ერთად წერთ, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის ზოგადად ქრისტეს სიტყვის ფართო მასებამდე მისატანად. თუმცა დადგა რაღაც ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი თქვენ ცხოვრებაში, რის გამოც თქვენ აღმოჩნდით სამიზნე, აი ამ ტრავლეს. ახალგაზრდებმა ამ სიტყვის შინაარსი კარგად არიციან, ამიტომაც ვცადეთ ჩემ შესავალში ამეხსნა თუ ეს რას ნიშნავს. საბჭოური გამოვლინება არის, რომელიც მარტო მოწამვლას კი არ ნიშნავს ინფორმაციულს, არამედ ფაქტობრივად განადგურებას ადამიანის მორალურად, შეტევას, მისი ახლობლების და ასე შემდეგ, როდესაც ადამიანს ძალიან უნდა გაუჭირდეს წონასწორობის შენარჩუნება. ამას მოყვა მე სხვა ტიპის რეპრესიები, საბჭოთა კავშირში ასე იყო. ჩვენ სინამდვილეში გვაქვს ესეთი მოცემულობა, რომ თქვენ აღმოჩნდით სამიზნე საკმაოდ ძლიერი ადამიანების, რომელთა უკანაც მათზე კიდევ უფრო ძლიერი ფიგურების ჩრდილი ჩანს. სხვაგვარად ამ მასშტაბის კამპანიას სანქცირება არ მიეცემოდა. ამის მაგალითი არის, ამის მტკიცებულება არის, რაც ხდება მთავარი პროპაგანდისტული საშუალებების მხრიდან, რომელთაც დღესაც კი თქვენ ყავხართ მთავარ სამიზნედ თავიანთ გამოშვებაში. მინდა რომ გვიამბოთ რა სიახლეები არის ამ მხრივ, ვიცი რომ გუშინ თქვენს დედასთანაც იყვნენ მისულებით სადეს მისი შეწუხება, ვიცი ასევე რომ სხვა ტიპის შევიწროებებს, შეურაცხყოფებს აქვს ადგილი პირდაპირ თავად ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრის მხრიდან. როგორ აფასებთ ამას და როგორ უმკლავრებით? მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. ამას ვაფასებ ისე, რომ პირველ რიგში ვთქვი და კიდე გავიმეორებ, რომ გამიხარდა განსაკუთრებით ქართული ოცნების დეპუტატი თუ რა თანამდებობაც აქვს მაგ ადამიანის მიერ გამოთქმული ჩემს მიმართებაში შეურაცხყოფითი სიტყვა. იმიტომ გამიხარდა, რომ მე ესე ვხედავდი, რომ ჩემს ირგვლივ იყო რაღაცა ფართო თვალები და მდუმარება სახელმწიფოს მხრიდან. ეკლესიაში სცადეს, მაგრამ სახელმწიფოში მაინც დუმდნენ და რადგან ახეთან ვერ გამოუვიდათ, უკვე პირდაპირ გადმოვიდნენ შეტევაზე და ეს იმიტომ გამიხარდა, რომ აი როგორც გლდანის ციხის უფროსი რომ სადღაც გარაჟში მოკლეს და მე მოკლეს, იმიტომ ვამბობ, რომ ეს უკეთესია მთავრობისთვის, რომ ეს სიტყვა ვთქვა, რადგან სისტემა, რომელიც ადამიანს თავს აკლევინებს, ის ორმაგ ცოდვაშია, რადგან თვითმკვლელი, ვიცი ჩვენ ქრისტიანულად, რა ცუდ დღეშია იქაც და თუ მართლა თავი მოაკლევინეს, ეს კიდევ უარესია, ამიტომ ცოტა უფრო ნაკლებ ბრალს ვდებ, რომ ვამბობ, რომ მოკლეს სადღაც გარაჟში. და ეს მკვლელი მთავრობაა, იმიტომ რომ უკვე დააკვირდით თავისებს კლავს, ვინც მათთან შეხება ჰქონდა, ვისაც მათზე ინფორმაცია აქვს, მათი მოკლა დაიწყო და ეს არის რუსული ხელწერა, ეს არის რუსული მთავრობა, ამიტომ მე არ გამკვირვებია მათგან ჩემზე შეტევა, მაგრამ გამიხარდა, იმიტომ რახან ხმამაღლა თქვეს, ადამიანებმა გაიგეს, რომ ესენი ჩემზე არიან უკვე აი ტრავლა რას თქვენ თქვით, ანუ ხალხს წამლავენ ჩემს წინააღმდეგ და აი ეს ხალხი, ვისაც ისინი წამლავენ იმედის მეშვეობით თუ რომელიღაცა პროპაგანდის მეშვეობით, ეს ხალხი ისედაც მოწამლული ყავთ მათ, მაგრამ ერთი რაღაცა შემთხვევები იყო, რომ იმედზე რომ გავიდა პოზიტივიზე, ჩემზე რომ გავიდა რაღაცა
იყვნენ ადამიანები, რომლებიც პოსტივს უყურებდნენ და იმედს უყურებდნენ და მითხეს და დამირეკეს, ზოგი პირადად რო შევხვდი მითხრა, რომ ცხოვრებაში არ უყურებო პოსტივის და იმედისო, იმიტომ რომ შენზე რო ესეც ამბობენ, დარწმუნებული ვარ იტყუებიანო, ვინც მე მიცნობს იმან თქვა ეს ახლა და ვინც მე არ მიცნობს და პოსტივის და იმედის ჯერა, იმას მე კი არა ქრისტე ღმერთი ვერ უშველის და მოდი ერთ ძალიან კონკრეტულ რამეს გეტყვით, რომ გაუაზრებლად ისინი ამ საქმეში არასოდეს არ აქტიურობენ ხოლმე, ყველა მათ გზავნილს აქვს კონკრეტული მიზანი. თქვენთან მიმართებაში, როცა დიტო სამხარაძეს დააწერინენ ის, რაც დაწერა, გარდა შეურაცხყოფებისა, რომელიც მან მოგაყენათ, ყველაზე მთავარი გზავნილი მაინც არის ის, რომ თქვენ იმიტომ აქტიურობთ, თითქოს რომ ოპოზიცია თუ ვიღაცა, ვისაც 4-ში რაღაც გადატრიალება უნდა მოეწყოთ, თქვენ დაგპირდათ პატრიარქობას. და მთავარი ბრალდება ამასთან ერთად მოსდევს, რომ აი თქვენ პატრიარქს უპირისპირდებით. ვინც ადევნებს თვალს თქვენს ქადაგებებს იქნება სატელევიზიო ინტერვიუებს, მან კარგად იცის, როგორი სიფრთხილით, პატივისცემით და რასთავარია დიდი სიყვარულით ეკიდებით თქვენ მისი უწმინდესობის თითოეულ ხსენებას, მისი სახელის, მაგრამ უბირ ხალხს, ვინც შეიძლება წამოეგოს თუნდაც ამ ტიპის ირიბი ბრალდებებს წამოეგოს, იქნება აუხსად თქვენი სასულიერო წოდების ადამიანს ვერც ვერავინ შეპირდებოდა პატრიარქობას და ვერც გახდება უბრალოდ პატრიარქი. რადგან თქვენ არქიმანდრიტი. ამასაც ახსნი, მაგრამ ერთ თუ აქვს ამის ახსნას მნიშვნელობა, მე საჭირო ჩავთვალე რომ ეს დამეზუსტება. კი, აუცილებლად ახსნი. აქ სხვა რაღაცა არის ჩადებული, რომ თითქოს ნაციონალური მოძრაობა უნდა რომ პატრიარქის შეცვლა, არადა ნაციონალური მოძრაობა, როცა მთავრობაში იყო, თვითონ ბიძინაც კი ეუბნება შენ მიშაზე, ჩემზე მეტად გიყვარსო, მიშა მართლა უყვარდა პატრიარქს და მიშა ძალიან დიდ პატივსცემდა პატრიარქს და ყველა მაშინ პატრიარქის შეურაცხყოფა და პატრიარქის რაღაცა ისა არ ყოფილა და უბრალოდ ამით დიტო სამხარაძე ამბობს, რომ მე ხა არქიმანდრიტი ვარ და ისა თუ ეპისკოპოსი ვარ, აი პატრიარქის შეცვლა რო შეუძლია მთავრობას. ანუ სინოდს აყენებს შეურაცხყოფას როგორც იცით, რომ აი სინოდი ვინ არის? სიმბოლურად არსებობს. სინოდი არსებობს. გადაწყვეტილებას სხვა იღებს, სხვა ცენტრი იღებს. თურმე პატა ბურჯულაძე ან ბურთაზოდელავა დაუშვათ. ან ლაშა ბერიძე. ლევან ხაბეიშვილი მე პირდაპირ მაკურთხებდნენ პატრიარქად და ეს შეუძლია მთავრობას. ეს ბიძინამ არ გააკეთა, თორე ამას ნაციონალები გააკეთებენ. არა და ბიძინა რაც მოვიდა იმის შემდეგ ამას აკეთებს. უბრალოდ ვერ გააკეთა. ვერ მოერია პატრიარქს. მე ახლა არახან ამას ვამბობ პატრიარქზე. ერთ რაღაცას ვიტყვი, რომ ვიღაცებს არ ეგონოთ, რომ რაღაც მე პატრიარქმა დამავალა რამე მისი დაცვა. ამბროსი ხელაი როცა ცუდად იყო, დაიბარა, რომ ჩემს მე რო გარდავიცვლებიო, სიტყვა არავინ არ თქვასო გამოსამშვიდებები, ეს წესია ეგეთი, რომ გამოსამშვიდებელი სიტყვა უნდა თქვას ეპისკოპოსმა. და არავინ არ თქვასო, იმიტომ რომ ის ეპისკოპოსი როგორ ხელხულობაში იქნებოდა კომუნისტების წინაშე, ვერ აქებდა, მაგრამ ხა მიცვალებულს ხო კინებას ხო არ დაუწყებდა მიცვალებულ პატრიარქს და ამიტომ ეს არ დააყენა დარტყმის ქვეშ. დიახ. ასევე პატრიარქს არავინ არ დაუყენებია დარტყმის ქვეშ და როცა ბიძინამ მას შეურაცხყოფა მიაყენა, ყველას უთხრა არ გინდათო. ანუ ყველას მოაშორა ის დარტყმა. არც ჩემთვის დაუვალებია რამე რომ მე ეს მელაპარაკა. ამიტომ მე პატრიარქისგან არ ვარ. დავალება კი არა მაქვს, მაგრამ დავალებული როგორ არა მაქვს, ჩემი პატრიარქია და დავალებული ვარ თქვა ეს მე ჩემი პირადი ვალდებულება ვთვლი. ამიტომ აი იქ თუ დააკვირდით დიტო სამხარაძე ამას ამ კომენტარს აკეთებს იმაზე რომ მე ბიძინა ზევთვი რომ რამდენი რამე და რამდენი ცუდი გაუკეთა პატრიარქს, სინოდს რა გაუკეთა და ეკლესიას რა გაუკეთა და ბოლოს ამთავრებს ესე რომ ეს არისო პეტრე 2 და მე თუ ბიძინა. ანუ დააკვირდით ვითომ პატრიარქს იცავს და სინამდვილეში პატრიარქზე რო ცუდი თქვა ბიძინამ ეს გავაკრიტიკე მე და თვას აი მაგალითად ვინ არის ახლა ეს დიტო სამხარაძე საერთოდ ნუ წონაშიც ჩემთან რომ როგორც მე საეკლესიო სტატუსი მაქვს ისეთი იმას საერო სტატუსი არ აქვს არავინ არ არის და გამოვიდნენ სხვები აი პარლამენტარები პრემიერ-მინისტრების მოლაპარაკეთავები გამოვიდნენ და თქვან რომ ბიძინას ეს არ უთქვამს
ბიზნესს ეს მოუგონეს, ბიზნესს არ გაუკეთებია და ბიზნესს არ უთქვამს, რომ ეკლესიაში ცუდი რაღაცები ხდება და ჩვენ ამაზე ხმამაღლა ვილაპარაკოთ. გამოვიდნენ და უარყვან. არა, ამას როგორ უარყოფენ, როცა ჩანაწერი არსებობს და მაშინ თქვა რომ შეეშალა. ამას ეთერში. მაშინ თქვა რომ მართალი თქვა. ბიზნეს შეუცდომელია. მაშინ თქვა რომ მართალი თქვა. ხო, რატო ვერ იტყვიან? იმიტომ რომ გამოჩნდებიან პატრიარქს ებრძვიან. შეუცდომლების პატრიარქს ებრძვიან. ხო, გამოდი. აი, დააკვირდით რა დღეში არიან. ანუ ვითომ მე ვარ მებრძოლი პატრიარქის ერთადერთი კაცი ვარ ეკლესიაშიც სამწუხაროდ. ვერავინ ვერ ბედავს. ვერავინ ვერ ბედავს. ის ადამიანები, ვინც თითქოს პატრიარქზე მზე და მთვარე ამოდიოდათ, დღეს ბიზნესზე ლოცულობენ და ყველა მიცის რა გააკეთა ბიზნესამ ეკლესიაში. ელემენტარულად კრებსები თქვით, ახლა ეს კრებსები ხო ბიზნეს დროს მოხდა. უშიშროება ამას ბიზნეს გარეშე აკეთებდა. ეს აი კიდევ ერთს განვიხილავ. აი ბიზნესამ რო თქვა, ეკლესიაში ცუდი რაღაცები ხდება, ვიცით. და ამაზე თქმა ჩვენ არ მოგვერიდოს თუ არ შეგვეშინდეს თუ რაღაცა გეტყვი. ხო, ამ დისკუსია არ უნდა იყოს ტაბუირებული. მან გახსნა. დააკვირდით. ცუდი რაღაც ეს არის კაცი მთავრობის წარმომადგენელი, ხო? მაშინ პრემიერ-მინისტრი იყო თუ არა? მაგ შემთხვევაში კონტექსტ და შინაარს ჰქონდა მნიშვნელობა, თორემ თავისთავად ეკლესიის წევრები ვართ ყველანი, მრევლი ვინც ვართ და ჩვენ თამამად არათუ შეგვიძლია, არამედ თუ რამეს წუწხედავთ, ერთმანეთს უნდა უთხრათ, ეს არის ჩვენი საეკლესიო ვალდებულება. თავად ეკლესიაში ჩვენ, მაგრამ როცა მთავრობის წარმომადგენელი იყო და მაგას რაც მოყვა ისიც უნდა ეს განვიხილოთ რა ძალიან გთხოვთ. აი ცუდი რაღაცები ხდება. ეს ცუდი რაღაცები თუ კანონდარღვევაა. ამაზე უნდა ვილაპარაკოთ, უნდა დაიჭირო. უნდა დაიჭიროს. სამართლებრივი. ეს არის ეკლესიის შიდა ცხოვრება. რაც კრებსებში გამოაქვეყნეს რაღაცა შიდა რაღაცა პიროვნული ცოდვები. ამაზე პრემიერ-მინისტრმა უნდა ილაპარაკოს. რა მისი საქმეა? დააკვირდით სად არის ძაღლის თავი დამარხული, ანუ ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ იმ სიბილწეებზე, რაც გამოაქვეყნა სუსმა. აი მთავრობა რატო უნდა აქვეყნებ, აი რა მთავრობის საქმეა? მე ვამბობ მათ, მეც ვიცი მათ წევრებში ვინ არიან ცუდები თქვათ, მაგრამ ჩვენ ხო პირად ცხოვრებას არ თქვენ ეხებით არც მე. აი ჩემს პირად ცხოვრებას რატო ეხებიან? გესმით აი რა იმიტომ რომ ეს манипуლირების და ზემოქმედების ელემენტია. ხო, და ეს თავრობა არ უნდა აკეთებს. ამას რომ თავრობა აკეთებს, ეს არის პირდაპირ ბრძოლა ეკლესიის. არ ვაპირებდი ამ თემის მიბრუნებას, მაგრამ რადგან თქვენ ეს ფრაზა გაიმეორეთ, მაყურებელს აქვს მოსმენილი საპატრიარქოს ერთ-ერთ კომისიაში თქვენი მიწვევის დაბარების საუბრის შინაარსი. და იქ ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია, რომელიც თქვენს წინაშე დააყენეს, იყო რატო ამბობთ იმას, რომ თქვენ ხართ მარტო, ვინც ამას ღიადად ამათ ამბობს და სხვები ამის გამო შეიძლება შეურაცხყოფილად გრძნობენ თავს. ახლაც თქვენ თქვით, რომ მე ვარ ის ადამიანი, რომელიც ამაზე ღიად ლაპარაკობსო. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს თქვენ საძმოში თავად საეკლესიო სივრცეში სხვა სამღვდელო პირებს, მღვდელმთავრებს განსაკუთრებით შეიძლება მართლა წინდეთ? ეწყინოთ. ეს განსაკუთრებით ეწყინოთ. მაშინ გამოვიდნენ და თქვან, რომ ბიზნესს ეს არ უთქვამს. მღვდლები ბიზნეს პატრიარქისზე ცუდი არაფერი არ უთქვამს. გამოვიდნენ და თქვან, რატო ეშინიათ? ამაზე მაინც ხო არ შეიძლება და ნახე დიუტო სამხარაძემ დაიცვა თავისი კუმირი. მე ვდება პატრიარქს საშინელება არ არის? დასაცავი ობიექტის და დამცველისა. ხო, აი დააკვირდით უბრალოდ მე ჩემს პატრიარქზე და პატრიარქი ხო არ არის უბრალო კაცი. პატრიარქი ხო არა ის ხელდასხმა ეს ყველაფერი რაც სინოც გააჩნია პატრიარქის მიცემულია. ის მადლი, მუდლობის მადლი, ეპისკოპოსობის მადლი, საიდუმლო ყველა ყველას პატრიარქისგანა აქვს. და არც ერთი ხმას არ იღებს. არც ერთი ბიზნეს წინააღმდეგ. მოდით გადავიდეთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან მოვლენასა და საერთოდ რასაც მოყვა ეს ყველაფერი, მათ შორის უკავშირდება ცხადი 4 ოქტომბრის სამზადისაც და 4 ოქტომბრის ბერს განვითარებულ მოვლენებს და იმის შემდეგ პერიოდსაც. ყველა მიმართულებით ცდილობენ მაქსიმალურ კაპიტალიზაციას იმ შედეგით, რომელიც დადგა. საერთოდ არცთვლი რაღაცა ტრაგიკული შედეგი დადგა, ღმერთმა დაგვიფარა მართლა ამისგან და მარტო ღმერთთან ერთად კიდევ არის რამდენიმე ფაქტორი. ის რომ
შეკრებილი ხალხი მასობრივად არ დაიძრა და არ წავიდა გაურკვეველი მოუწოდების შესასრულებლად და ის რომ აქციის ორგანიზატორებს როგორც ჩანს რაღაც განსხვავებული გეგმა ჰქონდათ რომელიც თავად აი ამ მოწოდების შინაარს უკავშირდებოდა და ეს ძალადობას არ გულისხმობდა მაგრამ მოვლენები ცოტა განსხვავებულად განვითარდა ბევრი საეჭვო გარემოება არის მაგრამ თქვენ ადგილზევე გქონდათ რეაქცია ამაზე მე პირდაპირ ეთერში ვაჩვენებდი ამას მაგრამ ყველაფერი ხალხს არ უნახავს ყველგან უბრალოდ ფიზიკურად ვერ ვიქნებოდით თქვენს როლზე და პოზიციაზე მინდა უფრო მკაფიოდ ისაუბროთ 4 ოქტომბერს. მე ვთვლი რომ ქართველი ხალხის და განსაკუთრებით იმ ადამიანების რომლებიც რუსთაველზე და თავისუფლებაზე იყვნენ გამოსული იმათ დასაცავად და იმათ გვერდში სამყოფად გაუგზავნივარ ღმერთს. წარმოიდგინეთ ეს ნამდვილად მოსკოვში დაგეგმილი სპეცოპერაცია იყო რომ სისხლი დაღვრილიყო და დაღვრილიყო ამათი შეტევით ეხლა პატასგან მე აი ვერ დავიჯერე პატა და აგრესორი ნუ პატას ეხლა შეუძლებელი იქ რაღაცა მოხდა მართლა რაღაცა შეპირდნენ და გამოიწვიეს აგრესიაზე ეს ეხლა მე გავიგე ეს მაგრამ ეს ასე ყოფილიყო თუ ისე ყოფილიყო მე პირდაპირ გამოვედი და ვთქვი როგორც კი დავბრუნდი იმ წუთას არ ვიყავი და როგორც კი დავბრუნდი ვთქვი არც ერთი შენობა არ გვინდა მე იქ არ მithქვანს ეს პროვოკაცია ეს მე ვთქვი რუსთაველზე ეს პროვოკაცია ეს უკვე ღამით თქვით ღამით იქაც ძიმე სიტუაცია იყო არ შორდებოდნენ ვიღაცები მოდიოდნენ ვიღაცა გულანთებული და ვიღაცა პროვოკატორი რომ წავიდეთ და ეს გედედე აბარ ისვის მოვედით და დააკვირდით ახლა რა მოხდა ესენი მე რო განაწყენდებოდნენ არ მეგონა თავრობა და ეს იმედი რო შემომესეო და ნახდად არ მეგონა იმიტომ რომ მეგონა რომ მაგარი რაღაცა გავაკეთე თავრობისთვისაც რომ სისხლი არ დაიღვარა და თურმე ამათ ჩაუშალე მე სპეცოპერაცია რომელშიც მილიონებია გადახდილი მოსკოვში დაგეგმილი სპეცოპერაცია რომელიღაცა პარტია ნუ განსავიცით რომ ნაციონალური პარტია აი როგორ აჯანყებს ხალხს თორე ხალხი არ არის აჯანყებული და აი ეს პარტია რას უშვრება თავრობას და აი ხალხი როგორ ტრავლიან რას თქვენ თქვით როგორ წამლავენ ხალხს და როგორ კლავენ პოლიციელებს იქ ერთი 10 პოლიციელი რომ მომკვდარიყო ის ფული ამოღებული ექნებოდა თუ უკვე აი 10 პოლიციელი მაინც უნდა მომკვდარიყო და აქედაც რამდენიც მოკვდებოდა და აი ეს გეგმა გამოვიდა რომ ვიღაცა ერთმა მკვლელმა ჩაუშალა რა იმიტომ თქვენ გამოხოდით თავისუფლების მოედანზე თავისუფლებას მოედანზე მიმართეთ ხალხს ხო ეხლა იქ იმედის ჟურნალისტმა მითხრა რომ მათო კოვზიო ნაცარში რომ ჩავარდათო შენ მერე თქვიო ანუ მე რო ვთქვი მართლა 5 წუთი მე რო გამოვედი 5 წუთში პატაც დაბრუნდა და მურთაზიც და პატა ზემოთ იყო და უთხარი თითი ვაჩვენე ხა ჩემით ვერ ავიდოდი და ამოსვლა მინდა მეთქი და პატამ მითხრა ამოდიო მივედი და ვთქვი არც ერთი შენობა არ გვინდა და ნუ იცით ეს ტექსტი არ გაგვანთავისუფლებთ და ეს არ გავაკეთოთ მე დავდივარ აქციებზე მაგის შემდეგ მანამდე არ დავდიოდი მაგის შემდეგ დავდივარ და მოკლედ ხალხი მოდის ჯგუფებად და მეუბნებიან მამაო შენ რომ ის არ ეთქვა იქ ჩვენ ვიყავით ძალიან დაბნეულები იმიტომ რომ ერთი და არ გვინდოდა ეს თავდასხმა შენობაზე ვიცოდით ჩვენც ვიცოდით რომ ის არაფერს არ მოგწევდა და მეორე ხო არ ღალატობთ ამ შეკრებას ამისთვის ხო არ შევიკრიბეთ ეს ხო არ იყო მთავარი მიზანი და ხო არ წავიდეთ აი ამაში ვიყავითო ბიჭები გაუგებრობაში და აი როგორც კი გამოხედი და თქვიო რომ არ გვინდა ეს არ არის სწორი და ეს არ გააკეთოთ იმ წუთას მომეშვაო აი იმ წუთას მომეშვაო ყველაფერი ეხა პირიქით ვთქვათ აი მაგალითად მოვიდა კოვზი ნაცარში ჩაუვარდა ნუგზარს და თუ რა ქვია ზოდელავას და პატას ბურჭულაძეს და მე დავინახე ეს რომ ამათ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა და მე ხო მათიანი ვარ აი იმედის იმით რომ მე ხო ნაციონალი ვარ ხო და ავდივარ იმაზე და ვამბობ ხალხო აი მარტო წავიდნენ და ვერ მოიგეს და წავედით ყველა ერთად იცი რამდენი ხალხი გამოყვებოდა და იცი რამდენი სისხლის ზღვა იქნებოდა ეს უნდათ იმათ რომ გამეკეთებინა თურმე და ამას როგორ გავაკეთებდი
ამას როგორ გავაკეთებდი, ამას როგორ ვიტყოდი და მე დარწმუნებული ვარ. თავს კი ვიკავებ, მაგრამ ერთი ისტორიული ფიგურა მახსენდება, სხვა შორის თქვენ წოდებაში მყოფი მღვდელი გაპონის ისტორია. თორშტები 1905 წელს უკავშირდება ეს ისტორია, როდესაც ზუსტად ეს ხელი გამოიყენეს პროვოცირებისთვის, რომელსაც მოყვა შემდეგ დიდი სისხლისღვრა და დიდი რეპრესიები რუსეთის იმპერიაში. მამო, თქვენ რაზეც საუბრობთ, ახლა მათ შორის ახსენეთ რუსული სპეცოპერაცია და მოსკოვში დაწერილი გეგმა. ის რომ მოსკოვსა და კრემლში იქნება ეს თუ მათ სპეცსამსახურებში ძალიან არ უყვარხართ რბილად ნათქვამია, ესეც გასაგებია იმ თქვენი როლის გამო, რომელსაც განსაკუთრებით აი ამ ბოლო თვეების განმავლობაში თამაშობთ, იმიტომ რომ თქვენი მოქალაქეობრივი პოზიციაც თქვენ სტატუსთან და თქვენს როლთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის. დღეს როცა ქადაგებდით ტაძარში, მე უსმინე ამ ქადაგებას და ჩემთვის ერთი ძალიან საინტერესო ფაქტი მოვნიშნე, რომელიც მინდა რომ უფრო ფართო საზოგადოებასაც გაუმხილო და უკავშირდება მახუშის სავარძელს, რომელიც გაქვთ. მინდა რომ ეს მოკლედ ეს ისტორია გაუზიარო ჩვენს მახუშს. მოკლედ მე ქრისტიანობას და პოლიტიკას ანუ პარტიულობას ერთმანეთში არასოდეს არ ურევ. აი მაგალითად ისინი ხო ამბობენ რომ აი ნაციონალური მოძრაობა 2012-ში ესეთი რო იყო იმასთან როგორ გახარ იმედმა მითხრა ეს. და მე შემიძლია უთხრა რომ ბოდიში ვსვიხდი ამ სიტყვის რაც კი ნაგავი იყო ნაციონალურ მოძრაობაში ყველა ოცნებაშია. და ეხლა რომლის სუნია იქ ცოტა უხეშადო ამბობ, მაგრამ ოცნების ნაგავის თუ ნაციონალური ნაგავის ვერ გაიგებ, თქვენ ჩემზე უკეთესად იცით რა ხალხი ნაციონალებიდან არიან იქ და ისინი რო იქ დგანან და იმედი რო იმათ ამართლებს იმას მიხედონ მე ლევან ხაბეიშვილი ეხლა ხან გავიცანი და ეს არც ყოფილა იმაში მთავრობაში და ქუჩის პოლიტიკოს ვეძახი. ქართული სასამართლოს სახე დღეს არის ადამიანი, რომელმაც გინგრვილიანზე გადაწყვეტილება გამოიტანა და ეს სისტემა მაფიოზური მეთოდებით უტევს ადვოკატს, რომელმაც სტრასბურგში გინგრვილიანის ოჯახს მოაგებინა ეს საქმე მაშინდელი ქართული სახელმწიფოს ანუ რეჟიმის წინააღმდეგ. ხო და არჩევნების წინ საერთოდ ვიცი ინფორმაცია შეიძლება ახლა ეს რომ მომთხოვანო ის იმ კაცმა უარყოს, მაგრამ ვიცი მგლები, რომლებიც თავიანთი მეუფეების დავალებით ამბობდნენ რომ ვინც ოპოზიციას მიცემს ხმას არ აზიაროთ. მე ამაზე ვთქვი ეს რომ მე ყოველთვის მიჯნავდი ამას არჩევნებს და ქრისტეს და არჩევნებში ვის მიცემ ხმას იმის მიხედვით მე ზიარებას არ უკრძალავდი და არც ვაძლევდი. მე ეს მაინც ეს მგონია საერო საქმე და ქრისტიანობა კიდე სხვა რაღაცა და ჩემს ირგვლივ იყვნენ ადამიანები, რომლებიც იყვნენ ოცნების გულშემატკივრები და იყვნენ მერუსეთეები. სულ გამათობდი, მე სწავლობდი მაგათგან, აი როგორ ფიქრობენ, მაინტერესებდა ეს მერუსეთე, რომ აი ამერიკამ დაიწყო ისეთი ხალხი, რომელიც ამბობდა, რომ ამერიკამ დაიწყო აფხაზეთში ომი და არა რუსეთმა. აი ეს მაინტერესებდა როგორ არგუმენტები მაინტერესებდა როგორ და ვაზიარებდი. იმიტომ რომ ნუ ეხლა საბჭოთა კავშირში გაზრდილი კაცია. მთელი ეკლესია მე რუსეთე იყო საბჭოთა კავშირის დროს და მაშინ არავინ არ უნდა ზიარებულიყო, ხო? ხო და ვაზიარებდი, მაგრამ ვეუბნებოდი შენი გზა არ არის სწორი, პოლიტიკურად არ ვარ გაეს, როგორ შეიძლება რუსი ჩვენი მტერია, მაგრამ არ განმიყენები არასოდეს. ეხლა ფაქტურად თუ მალულად არის ვინმე ქართული ოცნების ისატორე, არ ვიცი, ყველა წავიდა ჩემი პოზიციიდან გამომდინარე. მე არ გამიშვია, არა, ყველას ვაზიარებდი, ვინც ადრე ეზიარებოდა, ყველას ვაზიარებდი და ეხლაც იქ სხვადასხვა პარტიის ხალხია, მაგრამ ერთი არჩევნებზე მიდის, მეორე ბოიკოტზე მიდის. არასოდეს ჩემთან არ ყოფილა მათთან ამ თემაზე რაღაც ისეთი, ნუ თავიანთი პოლიტიკური ის არის. მე ამ შემთხვევაში ქრისტე რაშუაშია და აი ეს უკრაინის წინააღმდეგ რო დავიწყე ეს საუბრები და უბრალოდ უკრაინის ომის შემდეგ რუსეთზე რო დავიწყე საუბრები და წინააღმდეგ და ვთქვი რომ ესე ბავშვებს ხოცავს, ბუჩა მოუწყო და რაღაცა. მახშის გამი მაქვს, ესეთი აღონთხელები იქ ესე. და ერთშენი დღეს ზივარ და აი ახეთ ამ ხარეს, მარცხენა მხარეს ზეტი, ამ ხედა კი არის ისისა და ესე დიდი ზეტი და პატარა ვ. ოპერაციის ომის სიმბოლო. ტანკებს რო ეწერა, რუსულ ტანკებს на запад, ახლა რუსულად ვიტყვიეთ და ვასტოკ, запад და
ეს რომ ნახე ამოჩორკნილი არის თქვენს ეხლაც არის სურათს გადავიღებ გამოგიგზავნით ეხლაც არის მე საერთოდ ნიშნების არ მეშინია ტაძარშივე დგას ეს გამი და იქ ვიღაცამ ამოჩორკნა ეს საკურთხეველში უდლის გამია და ამით მე მივხვდი იმათ მინიშნებას აქვე ვართ თხილად იყავი ჩვენ უგვაგინებ აქვე ვართ აი რაღაცი ჩაყრა შეუძლია ჩვეულებრივად და გააფშიგებ ფეხებს მაგრამ ეხლა მე ღმერთი მიცავს მე ვიცი რომ ღმერთი ვარ და ღმერთი ჩემშია ეგ მე ვიცი იარ წამიკითხია ვიცი და არაფერს არ მეშინია ბოლო კითხვა ზუსტად ამაზე უნდა დამესვა მაგრამ თუ გნებავთ მაინც დავსვა ამ კითხვას მარწმენაში ყარადყოფი ადამიანისთვის ადვილია გაუმკლავდეს ნებისმიერ რთულ პრობლემას პირიქით ეს რა გარკვეულ გამოცდა დააღიქვავს ამას რომელიც ღმერთის საჩუქრად უნდა მიიღოს მან მაგრამ 4 ოქტომბრის შემდეგ განსაკუთრებით საზოგადოების ერთ ნაწილში ვერ ვიტყვი რომ ფრუსტრაცია მაგრამ აი ამ ტიპის რაღაცა ეჭვების, მათ შორის ზოგ შემთხვევაში ობიექტური პრეტენზიების და ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო, იმიტომ რომ რაღაცა გენერალურ ბრძოლად ანონსდებოდა, რაც ჩემი აზრით იყო შეცდომა, მაგრამ ეს ტაქტიკური ნაწილია ხა, სტრატეგიულად და მით უმეტეს მორალურად ვერავინ დაადანაშაულებს ვერც ამ აქციის ორგანიზატორებს და მით უმეტეს იქ მისულ ხალხს, რომ იმის შეცვლა სურთ, რაც ასე ძალიან არ მოგწონს ყველას და ვხედავთ როგორ მიდის უარესობისკენ ეს ყველაფერი. მაგრამ თქვენ რა გაძლევთ იმედს იმისას და როგორ მიცემდით არა ხელოვნურ ამედ იმედს ქართულ ხალხს საზოგადოებას რომელიც მათ შორის უპირისპირდება ისე ძლიერ მტერს როგორც არის რუსეთი და მის ადგილობრივ საცეცებს მე როგორ უპირისპირდები გეტყვით მე დავდივარ აქციებზე აქედანაც აქციაზე ვაპირებ წასვლას მე იქ რო ხალხთან მაქვს ურთიერთობა ესეთი ბედნიერი არასოდეს არ ყოფილვარ იქ რუსთაველზე რო ხალხი დგას იქ რო რუსთაველზე ბებოები რო დგანან და ისეთი გონიერები ისეთი ინტელექტები ისეთი რავი და ბიჭები გოგონები ახალგაზრდები შუახნის თქვენი ხნის ჩემი ხნის ბედნიერი კაცი ვარ და აი გიხაროდეთო ქრისტემ რო თქვა მე ამით ხარობ მე გახარებული ვარ ასეთ ქართველებს რო უყურებ და მე მჯერა რო არ წავაგებთ მე მჯერა რო არ წავაგებთ მე მჯერა რო საქართველოს არ წააგებს მე უბრალოდ ვცდილობ რომ აი რუსებს ჩვენ შესწავლილი ჩვენი ესეთი ფეთქებადი ბუნება შესწავლილი აქვს და ზუსტად მაგაზე მოაწყო ეხლაც მაგრამ მართლა ჩაუვარდა კობზე ნაცარში, იმიტომ რომ ეს ჩვენი ფეთქებადი ბუნება ჩვენ გონებაში გადავიყვანეთ უკვე. და არა ვართ ის ფეთქებადი და უბრალოდ აი ყველაფერზე ხმლით წამსვლელები არ ვართ. ეხლა გონებით მივდივართ და ეს ახალგაზრდები გონებით მიდიან და არ წამოეგნენ. ნუ მეც არ წამოვეგე და დავეხმარე ამაში ახალგაზრდებს რომ არ წამოგებულიყვნენ და ეს ამდენად დაფინანსებული სპეცოპერაცია 3-4 თვეა რომ ამზადებენ იქ ბევრი მოღალატეებს რო იძახიან იმათვის იმდენი ფული ექნებათ მიცემული და ისა მართლა ჩაუვარდათ და ჩაუვარდებათ იმიტომ რომ ჩვენ ჭკუა ვისწავლეთ რუსები ვერ სწავლობენ ამ ჭკუასთან ერთად მამაო არის თუ არა პასუხი კობახიძის მიერ არტიკულირებულ პოლიტიკას რომელიც ისედაც ტარდებოდა მაგრამ აი სიტყვიერად რო ეს ითქმის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ნულოვანი თანადგომის პოლიტიკა. ნულოვან თანადგომას ყველაზე ეფექტურად რა დაუპირისპირდება, რა დაამარცხებს. აი კობახიძეზე საუბარი მაგარი რთული საქმეა. მას ხუმრობით ვამბობდი და მასზე ნოვისაუბრეთ, მაგრამ რას ნიშნავს ეს ნულოვანი თანადგომა და საქართველოს პირობებში, განსაკუთრებით, როდესაც ჩვენ ქრისტიანულ ეთიკაზე დაფუძნებულ კულტურის ხალხი ვართ და პოლიტიკასაც ამას უნდა ვაფუძნებდეთ და ანტიპროპაგანდაც ამაზეა, ხო, მიმართული. აი საერთოდ ეს როგორ შეიძლება თქვა ქვეყნის ფორმალურად უმაღლესი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირმა, მაგრამ პასუხი რა უნდა იყოს ამაზე საზოგადოების? ერთმა ამ ტექნოლოგიებში, ციფრულ ტექნოლოგიებში გარკვეულმა პიროვნებამ მითხრა ესეთი რაღაცა, რომ ხელოვნური ინტელექტიო მათემატიკურ წიგნებსო უზუსტესად თარგმნისო, მაგრამ აი წიგნისა და სიყვარულზეა, მის თარგმნა არ შეუძლიაო.
ობახიძე რაღაცით გაავს ამ სიყვარულის გაგება არ შეუძლია, აი როგორ შეიძლება თავრობის ხელმძღვანელი ამბობდე ნულეონ ის საერთოდ თანაგრძნობა არ ამაქვს იმ ადამიანებზე, ვინც მას ეწინააღმდეგება. ეს შეიძლება თქვა რაღაცა ბავშვებს რო დახოცავს და რაღაც სასწაულებს რო გააკეთებს იმაზე რომ თქვა რომ არა მაქვს მაგი კაცის თანაგრძნობა დასახრეტია რო თქვას თუნდაც როცა იმ ქვეყანაში სადაც დახვრეტა არ არის. გავიგე ხო, მაგრამ უბრალოდ შენ არ მოწონხარ და შენ როგორ უნდა მოწონდე? როცა საერთოდ თანაგრძნობა არ აქვს ამ ადამიანის მიმართებაში. ეს ხო იმათ აყვედრის რომ თქვენ ასე რატო იქცევით და იმიტომ იქცევიან რომ თანაგრძნობა არ აქვს. იმიტომ იქცევიან რომ საერთოდ არ აინტერესებს ეს ხალხი და რაღაცებით ატყუებს რაღაც deep state-ებს იძახის და თვითონაც გაიხლართენ ამ deep state-ებში. ეხეთ ფილოსოფოსი ყავდა დატოვონო ამათმა საქართველოს, აი რაღაცა სიგიჟეებს იძახიან, ну რა ვიცი ეს აი უბრალოდ როგორ დგან ამ ფეხზე აზზე არ ვარ, აი რა ხდება არ ვიცი რა სასწაული კომუნისტები უკეთეს ხალხს მინიშნავდნენ კაცო. კომუნისტები მინიშნავდნენ, რა ვიცი, გენიოსები იყვნენ. მიზნები რო შესრულდება რობერტ მარკნას და ტრაქტატი თუ გაფორმდა თავიდან, ხო, და აგერეხა ხო გამოვიდა ინიციატივით რომ რეფერენდუმი წინათ ჩატარდა ასე შემდეგ, მერე ალბათ შედარებით უკეთეს დამიჯ. მასე იყო თავიდან ძველი ბოლშევიკები. ხო და ეს არ გამოუვათ და იმიტომ ვამბობ, ნელ-ნელა ხდება. იმიტომ ვამბობ რომ ჩვენ გავიმარჯვებთ, რომ თქვენს გეცოდინებათ, მეც ვიცით და ყველა მიცის, რომ ეხა რუსეთს ეს ომი როგორ დამთავრდება, წააგებს თუ იქ გაჩერდება, რუსეთს არა საბჭოთა კავშირის აღდგენა, არამედ საკუთარი ქვეყნის აღდგენა მოუწევს და შენარჩუნება. ამიტომ ის ჩვენ ვერ შეგვინარჩუნებს და ძალიან კარგი იქნება თუ ბიძინა ივანიშვილი ერთ ადგილს ევროპაში სადმე შეინარჩუნებს, იმიტომ რომ იქ ის ვერ დაბრუნდება. იქ იქნება მარადიორობას, რასაც ეძახიან რუსები, ეს იქნება იქ საშინელება იქნება ამ ომის შემდეგ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეხლა აი ესენი რატო შეცდნენ, რომ ამათ ეგონათ, რომ ბიძინა ივანიშვილი მაინც გადადგამდა, აი პატარო იძახდა 3-ში წავა, 4-ში წავდა და წამოაგეს. იმიტომ რომ მათ მაინც ჯერათ ბიძინა ივანიშვილის გონიერების და გონიათ რომ მას თვითონ შეუძლია რაღაცები გადაწყვიტოს. და თუ მას შეუძლია თვითონ რაღაცები გადაწყვიტოს, ახლა არჩევნებშიც რაღაც უნდა დაეთმო, ახაც რაღაც უნდა დაეთმო, რომ არ დაესანქცირებინათ და რაღაცა გაეკეთებინათ და ეტყობა არა აქვს მას ამის საშუალება, რომ თვითონ გადაწყვიტოს რაღაცები, იმდენად არის ამ რუსეთიდან დავერბობკებული თუ რა ვიცი დაჭერილი და მისთვის ბევრად ჯობია რომ რაღაცა ნაბიჯი გადადგას, სანამ სხვა გადადგამს და სანამ ერი გადადგამს, იმიტომ რომ უფრო შეინარჩუნებს თავის მდგომარეობას და პოზიციას. მამა, მადლობა, ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. ყოველთვის სიამოვნებით გისმენთ მეც და ჩვენი მაყურებელიც. მადლობა უნდა გითხრათ, დიდი ხნით არ გემშვიდობებით, გამძლეობას გისურვებთ.